დღევანდელი დღის გილოცავთ მეგობრებო, ამ ტელემაყურებლებო, ქართულ საზოგადოება, მამულიშვილებო. დღევანდელი დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიაში. 31 მარტი 31 მარტი ეს დღე იყო, სადაც ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოხალხეებმა, ყველა ეროვნების და გამოხატეს ერთხმად, ერთიანად საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს დამოუკიდებლობას და ხმა მისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო უდიდესი აქტი, რის შემდეგაც, ესე იგი საქართველოს ამას ახზე დაყრდნობით გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეს ახლა დღეს ხშირად ეშლება და ხშირად შემდგომში მოვლენებმა ისეთი რამე გააკეთა, რომ შემდგომ ვიჩვენა, რომ ესე იგი გამოაცხადეს თითქოს საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ეს შექმნილი სახელმწიფო, როგორც სხვა რესპუბლიკები, მაგრამ ეს ასე არ არის, მეგობრებო, ეს არის იმიტომ აქვს ამას უდიდესი მნიშვნელობა ამ რეფერენდუმს, რომ გამოხატა ხალხმა, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ რესპუბლიკაში ეს არ ყოფილა. ამიტომ ჩვენ გამაღრებული ამას ვერ ეს ჩვენი თავისუფლება დამოუკიდებლობა გამაღრებული ამ აქტის საფუძველზე. მაგრამ დღეს შექმნა მდგომარეობა, ჩვენ ზემოთ 35 წლის და 25 წელი გავიდა მას შემდეგ, თუმცა მოხდა საქართველოში ესე იგი მძიმე ვითარება, როდესაც ესე იგი სახელმწიფოებრიობას შეექმნა და დღესაც შექმნილია საქართველოს სახელმწიფოებრიობას ძალიან მძიმე ცუდი ვითარება. უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სახელმწიფოებრიობა დღეს საქართველოში. ამიტომ ჩვენ ვალდებული დღეს ვაცხადებთ შეკრებას და ჩვენი გამოსვლა დღეს იქნება რბილი და ჩვენი შედარები რბილი და ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებასაც, ოპოზიციურ პარტიებსაც და ყველას, რომ ესე იგი ფაქტიურად ხელმეორედ არის გასაკეთებელი, ესე იგი ისა, რომ ჩატარდეს ეროვნული არჩევნები და საქართველოში დამთავრდეს ეს ვახალალია, დამთავრდეს ეს არალეგიტიმური ხელისუფლება. საქართველოს ხო მიმართება უკვე 25 წელია არალეგიტიმური ხელისუფლება. საქართველოს ფაქტიურად მართავს ესე საოკუპაციო რეჟიმის შემდგომი მემკვიდრეები მართავენ. ამიტომაც იქნება მძიმე მდგომარეობა. ასეთი უმძიმე, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა. ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლებ მადლობა ღმერთს, მათ უნდა გქონდეთ იმის შეგნება, რომ მე ვერ წარმოვიდგენ, რომ თურმე იმ კომუნისტური რეჟიმის უმაღლეს საბჭოს უფრო ქონდა ზნეობის უფრო მაღალი გზნობა, რომ მათ აღიარეს, რომ ისინი საქართველოს იყო და არ იყო დამოუკიდებელი და ის იყო მიტაცებული, ქონდათ ხელისუფლება. და ამიტომ დღეს რა არის, რა ხდება ამისალა, რომ საქართველოს ბოლოს და ქართველ ხალხს ეღირსოს ლეგიტიმური ხელისუფლება. უზენაეს საბჭო ისე გაყარეს კიდე არ ლეგიტიმაცია, უზენაეს არავის არ გადაუწია და მადლობა ღმერთს კიდე რაღაც გარკვეული წრე კიდე ცოცხალია და რაღაცა და პირიქით ჩვენ გამოიყენეთ დღევანდელმა ხო ხედავთ, რომ ესე იგი დღეს სხვა არ შემდგარის და ჩვენი მტრების ცდილობენ, რომ მუდმივად ამ არ შემდგარის სახელმწიფოებრივ რიგში ვიდგეთ. ამიტომ ვამძიმებთ ამ ცხოვრებას, ხო და მოუწოდებ ესე იგი ხელისუფლებასაც, იმას ოპოზიციასაც და სულ ყველას, რომ ბოლოს არ შეიძლება მაინც არ მოემად, არ შეიძლება რომ სანამ უზენაეს საბჭო არ მიიღეს მონაწილეობას, არ ჩაატარებს არჩევნებს, მრავალ პარტიას, როგორც 90 წელი ჩატარდა, ხო, ისეთი პარიტეტზე არ გვეშველება არაფერი, მეგობრებო, ჩვენ ერთიანობისკენ მოვიწოდეთ, ჩვენ არ გვინდა რომ ვიღაცა ყველა საქართველოს შვილები ხართ ყველა და გვინდა რომ გამოსწორდეს ვიღა იყოს
ჩვენ არა ვართ ტრულად განწყობილი, ჩვენ გვინდა რომ როგორმე საქართველოს არ იმსახურებს ასეთ მდგომარეობას და ასეთ ცხოვრებას არ ითვალისწინებს, რომ როლოს და ბოლოს განვითარდეს ქვეყანა, სხვანაირად არ განვითარდება ეს ქვეყანა. ამიტომ ჩვენ ახლა დღევანდელი გამოსვლა, ჩვენ რბილი გამოსვლა, ჩვენ მიმართავ ჯერჯერობით ხელისუფლებას პირველ რიგში რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ რაღაც გარკვეულ დროს ვაძლევთ ამ ხელისუფლებას გარკვევისათვის და იძულებულს ნუ გავხდით რომ ორ ხელისუფლე ჩვენ უკვე ჩვენმა ერთმა ნაწილმა დაიწყო კიდევაც ორ ხელისუფლებიანობის, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა რომ არ გვინდა ამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ძირითადად უზენაეს საბჭოს ძირითადი დეპუტატები